ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ინფორმაცია კონკურსის შესახებ საზოგადოებას ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ანა ხარიბეგაშვილმა თელ-ავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხეში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. პრიორიტეტები კი ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, გააქტიურება და მედიის განვითარებაა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი პროექტები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ფინანსდება არაკომერციული, არასამთავრობო მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლის ფარგლებშიც 24,000 ამერიკული დოლარის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა პროექტები. წლევანდელი პრიორიტეტებია სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, მედია განვითარება და გარემოს დაცვა. პროექტების მიღების ბოლოა და 20 იანვარი. აუცილებლად მიიღებს რადიო ჰერეთი მონაწილეობას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ან დამოუკიდებლად და აუცილებლად შეუწყობს ჩვენი მედია ორგანიზაცია ხელს იმ პრიორიტეტების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც, ასე ვთქვათ, მოხდება იმ პროექტის განხორციელება, რომელიც შესაძლოა დაფინანსდეს ამერიკის საელჩოს მიერ.